ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა. ზღვა გაიარა ავთანდილ მივატანითა მჭევრითა, ნახეს ქალაქი მოცული გარე ბაღის სატევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი ფერითა მეტად ბევრითა, მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევრითა. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა, ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა დაჯდა სკამითა, მოასხნეს კაცნი მზიდავნი და მისდებულნი დრამითა, იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა. მოვიდა მისი მებაღე ბაღსა ეახლნეს რომელსა, მას ყმა საუჭვრეთს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა, ავთანდილ უხმო ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცდომელსა, ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა, აქამჯდომელსა. წვრილად მითხარ ყველაკაი, ყმა მას კაცსა ეუბნების, რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების, ჰყადრა ვხედავ პირსა თქვენსა, მზისაპირად მემეცნების, რაცა ვიცი მართლად გყადრებ, მრუდი არა არ გემცნების. ესია ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშაროს ქალაქი სავსე ტურფითა მრავლითა, აქ მოდის ტურფა ყველაი, ნავითა ზღვა მავლითა, მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა. აქ ამოსვლითა გაყმდების კაციმცა იყო ბერები, სმა გახარება თამაში, ნიადაგ არ სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად ფერები, ვინცა გვიცნობენ ვნატრიან, იგიცა ვინა მტერები. დიდვაჭარნი სარგებელ სამის მეცა ვერ ჰპოვებენ, იყიდიან, გაყიდიან, მოიგებენ, წააგებენ, გლახა თვერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვნით კრებენ, უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ. მე ვარ მებაღე უხსენის, აჭართა უხუცესისა, ესეც აქ კადრო ამბავი საქმე მისისა წესისა, თვით ესე ბაღი მისია, სადგომი თქვენი დღესისა, პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა. რა შემოვლენ დიდვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა ზღვნიან, უჩვენებენ რაც აქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან, უტურფესსა სეფეთ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან, მათ მაშინვე ააზატებს, ვითას წადდეს დაყიდიან. თქვენებრთა საბატიოთა მათ მართებს გამოსვენება, დამყენებელთა უბრძანებს, მართებდეს ვის დაყენება, აწიგი აქ არ არის, რას მარგებს მისი ხსენება, გამოგება და წაყვანა მას მართებს თქვენი ქენება. ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, ყურად კარგი მას პინძელი, მხიარული არ თუ მქისი, მას ვაცნობო მოსვლა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი, წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი. ავთანდილ უთხრა, წადიო აგრექმენ რაც აქ წადიან, მებაღე მირბის იხარებს, ოფლნი მკერდამდის ჩაზდიან, ხათუნ საუთხრა ამბავი, მე ესე დამიქადიან, ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან. ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა, შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა, მიმიხმო მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი, შემოვიდა ღაწვი ვარდი, ბროლ ბადახში მინა სათი, მისთა მჭვრეთთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა თათი. ზარი გახთა, შემოაკრფეს ქალაქის აერნი სრულად, იქით-აქად იჯრებოდეს, უჭვრიტოთო ამას რულად, ზოგნი მდომით შეფრფინვიდეს,
ზოგნი იყვნენ სულ წასრულად, მათთა ცოლთა მოიძულნეს ქმარნი, დარჩეს გაბასრულად. ფატმან ცოლი უსენისი გაეგება კართა წინა, ხიარულა თუ სალამა სიხარული დაიჩინა, ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა, ფატმან ხათუნს მოსვლა მისი შევითვატყევ არ ეწყინა. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი, მაგრამ მზმელი, ნაკვთად კარგი, შავგრემანი, პირმსუქანი, არ პირხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი, დიაედვა სასალუქო, დასაბურავ ჩასაცმელი. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა, ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა, ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო არ დაკარგა, სვეს და ჭამეს და საწოლად ყმა გავიდა ღამით კარგა. დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა, ტურფანის სეფეთ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა, ვაჭართა უთხრა, წაიღეთ, აჰკიდა, გააწევინა, თქვენ ვითა გინდა ვაჭრობდით, ნუ გამამშხავნებთ მე ვინა. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა, ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა, ერთგანს ხდიან, უბნობდიან საუბარსა არამქისსა, ფატმანს კლვიდა უმისობა, რა მინისა ვითა ვის.